ვარიაციები მუსიკალურ თემაზე. მოგესალმებით პროგრამის ავტორი მარიკა ჩიჯავაძე, ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ და რამდენიმე წუთში საშუალება გვექნება ამერიკაში დაუკავშირდეთ ჩვენ ძალიან წარმატებით მოღვაწე ქართველ პიანისტს, ეს იქნება ქეთევან ქართველიშვილი. მე გადაცემის წაყვანაში მეხმარებიან ხმის რეჟისორი თამარ ჯანიაშვილი და ინტერნეტით ჩვენს ეთერს უზრუნველყოფს ხათუნა კაკიაშვილი. თქვენ შეგიძლიათ მოგვისმინოთ FM 102 და 4-ზე და გვიყუროთ რადიო 1G-ზე ინტერნეტით, ვინაიდან ქეთი გვერდება ჩვენ Skype-ით და ვიდრე ჩაგვერთვება, შეგახსენებთ ტელეფონის ნომერს პირდაპირ ეთერისას 240 91 92 240 92 92. ამ ნომერზე შეგიძლიათ დაგვირეკოთ და თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში ესაუბროთ ქეთევან ქართველიშვილს, რომელიც ძალიან დიდი წარმატებით, როგორც უკვე გითხარით, მოღვაწეობს ამერიკაში. ახლა კი მოდით პირველი მუსიკალური ნომერი მოვისმინოთ. დღევანდელ გადაცემაში რამდენიმე ნომერი აჟღერდება მისი ახალი დისკიდან და პირველი ნომერი იქნება ლისტის მეფისტო ვალსი. ფრაგმენტი მოვისმინოთ ამ ნაწარმოებიდან.
თქვენ ისმენთ ფერენც ლისტის მეფისტოვალს ფრაგმენტი მოვისმინეთ, ვინაიდან საკმაოდ ბევრი მუსიკალური მასალა გვაქვს და ასე ფრაგმენტულად მოგვიწევს ზოგიერთი ნაწარმოების მიცემა. უკრავდა ჩვენი გადაცემის სტუმარი Skype-ით, ქეთევან ქართველიშვილი, რომელიც უკვე გვერდება, უკვე ხაზზეა. მოგესალმებით, ქეთი. გამარჯობათ, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ძალიან მიხარია, რომ ეს Skype-ით მაინც შედგება ჩვენი საუბარი. ხო, დიდი ხანია გვინდა ჩვენ რომ ერთმანეთთან ვისაუბროთ ასე სტუდიაში, მაგრამ არ გამოდის, მხოლოდ Skype-ით ვახერხებთ, მაგრამ ტექნიკურად მადლობა ღმერთს, რომ ეს მაინც შეგვიძლია გავაკეთოთ. დიახ, მე ახლა მინდა პირველ რიგში ქეთი შევახსენო ჩვენს ტელემაყურებელს მეთქი, რადგან ინტერნეტით გავდივარ და გიყურებ მექანიკურად. თქვი ჩვენ რადიო მსმენელს მინდა შევახსენო, რომ ჩვენ გავდივართ FM 102.4-ზე და ინტერნეტით შეგიძლიათ გვიყუროთ რადიო 1G-ზე. ჩვენი სტუმარი Skype-ით, როგორც უკვე გითხარით, გახლავთ ქეთევან ქართველიშვილი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, კარგი ხანია, მოღვაწეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში და ამ ნაწარმოებთან დაკავშირებით, მეფისტოვალთან დაკავშირებით, მინდა წაგიკითხოთ ძალიან პატარა ამონარიდი რეცენზიიდან. საკმაოდ დიდი რეცენზია მიძღვნილი ამ დისკისადმი. ამ დისკზე ალბათ თავად მოგუყვება, ალბათ კი არა, ნამდვილად მოგუყვება რამდენიმე წუთში. ეს რეცენზენტი წერს: მეფისტოვალში მაუცებს თითოეული ტექნიკური პასაჟი, ის სიამოვნებას იღებს მათი შესრულებით. იშვიათი პიანიზმით და ბრწყინვალებითაა გადმოცემული მეფისტოსეული სული. საერთოდ მე სხვა ნაწარმოებებზეც როდესაც საუბარია, არაერთხელ აღინიშნა ის, რომ ტექნიკურად საოცრად გამართულია, ვირტუოზული მხარე არის გასაოცარი და იშვიათი წვდომა სახეებში და განსაკუთრებით შემდეგ ვნახავთ ჩვენ ბარტოკის პიესებს მოვისმენთ, აი ბარტოკის პიესებში ძალიან გამოკვეთილი სახეებია ამ პატარა პიესებში. ამ დისკიდან მოდი დავიწყოთ საუბარი, შემდეგი მუსიკალური ნომრებიც აქედან იქნება, სწორედ ბარტოკი იქნება და ამ დისკს ქვია დევნა, ხომ, ჩეის? ფაქტიურად პირდაპირ ნათარგმნი ასე გამოდის. დიახ, მაგრამ როგორც შენ მითხარი, ამაში არა პირდაპირ დევნა ვინმე კი არ მოგდევს შენ, არამედ გულისხმობ სხვა რაღაცას. და მოდი შენ თავად გითხარი ამის შესახებ. კარგით. პირველ რიგში ეს სახელწოდება წარმოიშვა იქიდან გამომდინარე, რომ ბარტოკის პიესა მეხუთე პიესა The Chase, იგივე სახელწოდებით. აქედან გამომდინარე დავარქვი დისკს, მაგრამ ასევე შესაძლებელია, რომ ვიფიქროთ, ან იფიქროს ხალხმა, რომ ეს იყოს მაგალითად დევნა წარმატებისკენ, ან სწრაფვა წარმატებისკენ. ასეთი ვერსიაც არის ამ სახელწოდებაში ჩადებული. უფრო სწრაფვა. უფრო სწრაფვა ალბათ, დიახ. ჩემი ვარიანტი უფრო ეს არის, რომ ეს აზრია ამაში ჩადებული. და დიახ, და ამ დისკში შესული ეს არის შენი პირველი დისკი. ესეთი კომერციული დისკი, როგორც წერია ამ რეცენზიაში პირველი. კომერციული დისკი პირველია. ისე ბევრი ჩანაწერი მაქვს პროფესიონალური დასაკვირველი, რომელიც არ გამომიცია ჯერ, მაგრამ იმედი მაქვს განვახორციელო. ხო, მაგრამ ეს არის პირველი კომერციული დისკი, ასე რომ იმედია ჩვენი ქართველები, ვინც მოხვდებიან ამერიკაში და არა მარტო ამერიკაში, შეძლებენ ამ დისკის შეძენას და გაამდიდრებენ თავიანთ კოლექციას ქართველი შემსრულებლის დისკითაც. ამ დისკში შესულია არა მარტო ლისტის ნაწარმოებები, ლისტის მეფისტოვალსი და მისი სონატაა შესული, გარდა ამისა არის ბარტოკის პიესები და პროკოფიევის სონატა. აი, რა პრინციპით შეირჩა ეს ნაწარმოებები? ეს მე-20 საუკუნის მუსიკა და ლისტი, რომელიც ასეთ პიანიზმში ძალიან შორს იჭრება და მე-20 საუკუნის მუსიკა სწორედ ის უხსნის გზებს. ამ პრინციპით შეირჩა ეს ნაწარმოებები თუ უბრალოდ ეს შენი საყვარელი კომპოზიტორები, იმიტომ რომ პირველი დისკისთვის ალბათ განსაკუთრებით მოემზადებოდი. დიახ, რა თქმა უნდა. პირველ რიგში თავი მოუყარე ყველა იმ პიესას, რამაც ძალიან დიდი წარმატება მომიტანა აქ ამერიკაში მოღვაწეობის დროს, არაერთი. აი სწორედ ამ პროგრამამ. აქედან გამომდინარე გადავწყვიტე, რომ ჩამეწერა და დამეფიქსირებინა ეს დისკზე. შემდგომი მეორე ვარიანტი ის არის, რომ ლისტი საერთოდ მე თვითონ ძალიან მიყვარს. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი კომპოზიტორია და ასევე პროკოფიევიც. რაც შეეხება ბარტოკის პიესას, ბარტოკი მე ფაქტიურად ჩემთვის უკრავდი ყოველთვის, მაგრამ როგორც ასეთი სცენაზე არ გამომიტანია არც ერთი მისი ნაწარმოები და ეს არის პირველი, რაც მე გავაკეთე. ეს არის პირველი პიესა, რაც ვისწავლე.
და კონკურსზეც დამიკრავს და ისედაც კონცერტზეც შედგა ამის შესრულება. ასე რომ ფაქტიურად ეს არის იდეა ამ ყველაფრის, ანუ აქედან გამომდინარე მოხდა ასეთი პროგრამის შერჩევა. ჩვენ ახლა შეგვიძლია მოვასმეინოთ ბარტოკის ერთი პიესა, მეორე პიესა, ისე უნდა ვთქვათ, რომ ამ კრებულს თლიანობაში ქვია კარს მიღმა, ხო? Out of doors. დიახ. მოდით ახლა მოვისმინოთ ერთი პიესა, შემდეგ კი განვაგრძოთ ქეთევან ქართველიშვილთან საუბარი. თქვენ მოისმინეთ ბელა ბარტოკის პიესა კრებულიდან Out of Doors კარს მიღმა და უკრავდა ჩვენი გადაცემის სტუმარი ქეთევან ქართველიშვილი, ასეთი შორეული სტუმრობა გვაქვს თბილისიდან უკავშირდებით ამერიკას და სწორედ ახლა South Bend-დან გვესაუბრება ქეთევან ქართველიშვილი, რომელიც ახლა როგორც გითხარით უკვე მოღვაწეობს წარმატებით სწორედ ამერიკაში ძირითადად. ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ 240 91 92 თქვენ საშუალება გაქვთ სწორედ ინტერნეტით ტელეფონით დაგვირეკოთ და Skype-ით გაესაუბროთ ჩვენი გადაცემის სტუმარს. კეთი, ახლა მინდა რომ გვესაუბრო შენ შესახებ შენ მოღვაწეობაზე დისკზე უკვე გითხარი, ვიდრე შემდეგ პიესას მოვისმენთ ბარტოკის კიდევ ერთ პიესას. მინდა გითხრა შენ საქართველოში ისწავლე ერთი გადაცემა ჩვენ უკვე გქონდა შენზე და ამიტომ ძალიან დაწვრილებით აღარ მინდა ამაზე საუბარი, მაგრამ ალბათ მაინც უნდა შევახსენოთ ხომ ჩვენს რადიო მსმენელს ისწავლე საქართველოში, დაიწყე ნიჭიერთა აწლედიდან და მოდი მოგვიყევი შენ პედაგოგებზე და შემდეგ წახვედი ამერიკაში. დიახ, საერთოდ დავიწყე მერვე მუსიკალურიდან და მეხუთე კლასში გადავიდა. მერვე. მეც იქ ვსწავლობდი. უი, რას ამბობ, ძალიან საცნელია. შემდეგ გადამიყვანეს მუსიკალურ ნიჭიერთა აწლედში, სადაც რუსუდან ბეგიშვილთან გავაგრძელე სწავლა და მან ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს ჩამოყალიბებაში ფაქტიურად და განვითარებაში. შემდეგ ჩავაბარე თბილისის კონსერვატორიაში, სადაც ბატონი თენგიზ ამირეჯიბი იყო ჩემი პროფესორი და მასთან 8 წელი ვმუშაობდი. ამის შემდეგ გადავწყვიტე სწავლა გამეგრძელებინა ბატონ ლექსო თორაზესთან South Bend-ში, ამერიკაში. 2009 წლიდან ჩამოვედი ამერიკაში და მას მერე მოღვაწეობ აქ. ესეთი
მოკლე ბიოგრაფიული ცნობები, სად და როგორ სწავლობდი. მაგრამ ახლა ამერიკაში როდესაც ხარ, ამ ხნის მანძილზე საკმაოდ დიდი დრო გავიდა ხო 8 წელი და ძალიან საინტერესო მოღვაწეობა გაქვს. იქ აღარ ვამბობ იმას, რომ ხარ არაერთი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, ჯერ თბილისიდან დაწყებული უკვე მე კონკურსში მონაწილეობდი და გაიმარჯვე ამ კონკურსებზე. ამერიკაში ახლა დარჩი შენ მანდ იმ ქალაქში, სადაც ბატონი ლექსოც არის, რას აკეთებ კონკრეტულად, იმიტომ რომ მუდმივად კონცერტები ხომ არ იქნება, პედაგოგიურ საქმიანობით ხომ არ ხარ დაკავშირებული, ან კონცერტმეისტერი ხომ არ ხარ, აი ამ ხრივ როგორ არის? ძირითადი ჩემი მოღვაწეობა არის მაინც საკონცერტო, მაგრამ ასევე მყავს სტუდენტები. ზოგი კერძო, ზოგი, ასევე სკოლაში, მუსიკალურ სკოლაშიც ვასწავლი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ძირითადად მაინც ამ საკონცერტო მოღვაწეობით მინდა რომ ვიყო დაკავებული და ვარ, იმიტომ რომ რაღაც ჩემთვის უფრო ახლოს არის ეს მხარე და ძალიან გამიხარდება თუ კიდევ უფრო მეტად განვითარდება ეს და იმედი მაქვს და არის ამის პერსპექტივა, რომ უფრო მეტ და მეტ შემოთავაზებას მივიღებ. გარდა ამისა, გავაკეთე 2 დიპლომი ბატონი ლექსოს სწავლის პერიოდში. ბატონ ლექსოსთან სწავლის პერიოდში არის ესე იგი პერფორმერ და არტის დიპლომები. მას მერე რაც თბილისიდან უკვე მქონდა ფაქტიურად ყველაფერი ხელში ეს ასპირანტურის ჩათვლით. როგორც უკვე თქვენ აღნიშნეთ, არაერთ კონკურსზე მივიღე მონაწილეობა და საბედნიეროდ გავიმარჯვე და ძალიან გახარებული ვარ ამის შედეგად ბევრი კიდევ სხვა შემოთავაზებები მივიღე აქ ყოფნის პერიოდში. უნებრივია კონკურსები ამისთვის, ძირითადად ამისთვის იყენებენ პიანისტები და არა მარტო შემსრულებლები, საერთოდ რომ მათი გზა კარიერა გაიხსნას და წინ წავიდეს. ეს ასეა, დიახ. ახლა მე კიდე ერთი პიესა მინდა შევთავაზო, ჩვენს მსმენელს, ისევ ბარტოკის პიესა. მოვისმინოთ და შემდეგ უკვე განვაგრძოთ საუბარი კონკრეტულად საკონცერტო მოღვაწეობაზე. კრებული ფაქტი თქვენ მოისმინეთ პიესა, ბარტოკის პიესა, კრებულიდან Out of Doors, კარს მიღმა, უკრავდა ქეთევან ქართველიშვილი, ეს საზოგადოებრივი რადიოა. ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ 240 91 92 240 92 92 და Skype-ით პირდაპირ ეთერში ყავს სწორედ ქეთევან ქართველიშვილი. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, რომ გვერთვები ასე Skype-ით და ახლა მინდა რომ შენ საკონცერტო მოღვაწეობაზე გითხრა. შენ თქვი რომ ძირითადად ამით მინდა ვიყო დაკავებულიო.
ну პიანისტისთვის საკონცერტო მოღვაწეობა ძალიან მრავალმხრივი შეიძლება იყოს. ეს შეიძლება იყოს სოლო კონცერტები, ეს შეიძლება იყოს ანსამბლები, ეს შეიძლება იყოს საკონცერტმეისტერო მოღვაწეობა, ეს შეიძლება იყოს ორკესტრთან ერთად გამოსვლები. აი ეს ძალიან მრავალფეროვანი სპექტრია შენთვის და რომელსაც ანიჭებ უპირატესობას და რატომ თუ ანიჭებ უპირატესობას ამაზე გითხარ. ძირითადად მაქვს სოლო და ორკესტრებთან ერთად. მე ვანიჭებ უპირატესობას სოლოს, რატომღაც, ძალიან სიამოვნებს ორკესტრთან დაკვირვაზია, საერთოდ ლაპარაკი ძალიან ეფექტურია და ძალიან შთამბეჭდავი, მაგრამ რაღაცნაირად სოლო კონცერტი მაინც სულ სხვა დათვირთვა აქვს, მარტო ხარ ფაქტიურად სცენაზე და ყველაფერი შენზეა დამოკიდებული. არავინ არ შეგიშლის ხელს. ეს აღიქვისია, მაგრამ შენ ხარ ერთი და მსმენელი არის უამრავი და რაღაცნაირად რაღაცით უნდა მოხიბლო ეს ხალხი, ხო ფაქტია, რომ დაინტერესო და ეს მომენტი რაღაც ძალიან რთულია და მე საერთოდ მიყვარს ესეთი რთული რაღაც სიტუაციების შექმნა ცხოვრებაში, ასე რომ ეს ჩემთვის ძალიან ეს არის მნიშვნელოვანი და საინტერესო. სოლო კონცერტები, მაგრამ როგორც უკვე აღნიშნე, არაერთი კონცერტი მქონდა ორკესტრთანაც, სოლოც, ასევე მუშაობ ანსამბლთანაც, ანსამბლიც გვაქვს, ანუ დუეტში ორკესტრთან ერთად, სადაც უკრავთ ამერიკულ მუსიკას მხოლოდ და ფაქტიურად საკმაოდ მრავალფეროვანი მოღვაწეობა. აი სწორედ ახლა ამაზე მინდა გკითხო, პროგრამები, აი ამერიკულ მუსიკას უკრავთო. პროგრამებს როგორ ადგენთ? ეს მირდამიხედვით სად გამოდიხართ, რა პუბლიკას უნდა შეხვდეთ? ამას ითვალისწინებ თუ შენთვის სულ ერთია შენ პროგრამას ამზადებ და ეს უნდა ამ პროგრამით უნდა შეძლო იმ აუდიტორიის მოხიბლა და აყვანა ხელში. როდესაც ჩემი სოლო კონცერტს ეხება ლაპარაკი, მე თვითონ ვადგენ პროგრამას. სხვადასხვა მუსიკოსების აზრის გათვალისწინებით, მაგრამ ძირითადად მაინც მე ვარჩევ. თუ კი არის ორკესტრთან, როგორც წესი არის ფაქტიურად შეკვეთა ამა თუ იმ კონცერტის, რომელიც უნდა ვისწავლო. ძირითადად ასე ხდება. ან შეიძლება იყოს მოლაპარაკება, ვთქვათ, რაღაც რამოდენიმე ვარიანტის შემოთავაზება კონცერტებიდან და მე ავირჩევ ერთ-ერთს. და რაც შეეხება ამერიკულ მუსიკას, ეს მთლიანად ამ ორგანიზაციაზეა დამოკიდებული, სადაც მუშაობ. მე ეს არის Stargate Music Production-ი ჩიკაგოში. და ისინი თვითონ ადგენენ ასეთ პროგრამებს და პირდაპირ გამზადებულ ფაქტიურად რეცეპტს გვაძლევენ, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ეს და წავადგინოთ ხალხის წინაშე. ასეთი სიტუაციებია. დიახ, აი კონკრეტულად ამ ორგანიზაციაზეც მინდა გითხრა, ვინაიდან როგორც ხედავ, შენ იქ მუშაობ და საკმაოდ ხარ დაკავებული, ხო? დიახ, მინდა აღვნიშნო, რომ ეს ორგანიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, მაგრამ რადგან ეს ამერიკულ მუსიკას ეხება, მხოლოდ ამერიკულს ეხება? ჩემთვის არის ცოტა ნაკლებად საინტერესო, მაგრამ თავარი არის, რომ მე მყავს ჩემი პირადი აგენტი, ვისთანაც ვმუშაობ და აქ უკვე ძალიან მრავალფეროვანი და შემეული ვარიანტის სიტუაცია. ანუ ფაქტიურად ეს აგენტი მიგეგმავს მე სოლო ორკესტრებთან ერთად ასევე კონცერტებს. ასე რომ ეს უფრო მნიშვნელოვანი მხარეა ჩემთვის. ჩვენ ახლა კიდევ ერთ მუსიკალურ ნომერს მოვისმენთ. ეს იქნება ვიდეო და მოდით ახლა ჩავრთავ მე ამ ვიდეოს. ეს იქნება ერთ-ერთი სოლო კონცერტიდან, ხო, კეთი? დიახ, ეს შოპენის სკერცო იქნება, დიახ, ახლა. მოდით ახლა მოვისმენთ პატარა ფრაგმენტი შოპენის სკერცოდან და შემდეგ განვაგრძოთ ქეთევან ქართველიშვილთან საუბარი. ესა ვიდეო ჩანაწერი.
თქვენ ისმენთ შოპენის კერძოს უკრავს ქეთევან ქართველიშვილი, რომელიც ჩვენი გადაცემის სტუმარია, შეგახსენებთ Skype-ით ვეხმიანებით მას, ის ამერიკაში იმყოფება და შეგახსენებთ ტელეფონის ნომერს 240 91 92 240 92 92. ეს საზოგადოებრივი რადიოს პირდაპირ ეთერის ნომერია და თქვენ შეგიძლიათ ქეთის პირდაპირ ეთერში კიდევ რამდენიმე წუთი დაგვრჩათ რომ გაესაუბროთ. ახლა ქეთის ვესაუბრებით კვლავ ის ხაზია ქეთი დიახ, ქეთი, რა მინდა გითხო ახლა საკონცერტო მოღვაწეობა საკმაოდ მრავალფეროვანი პროგრამებით, მაგრამ ძირითადად ეს მოიცავს ამერიკას, ხომ? შეერთებული შტატების უამრავ ქალაქში გამოდიხარ, ხომ? დიახ, ამაზე მინდა გითხრა და მე მაინტერესებს თუ გამოსუხარ ევროპაში და გაგრძელება ამისი. გასაგებია. ესე იგი, ევროპაში რაც კი კონცერტი და კონკურსი იყო, ეს იყო თბილისის კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში. დიახ. დიახ, მესმის. დიახ. და რაც ამერიკაში წამოვედი, მას მე მხოლოდ ამერიკაში მოღვაწეობ, მაგრამ მაქვს რასაკვირველია დაგეგმილი მაქვს საქართველოში ჩამოსვლა და კონცერტის ან კონცერტების გამართვა. ყოველთვის გეგმავ, მაგრამ სულ ყოველთვის რაღაც ხელის შემშლელი პირობა არსებობს. წელსაც მინდოდა, მაგრამ არ გამომივიდა, იმიტომ რომ აქ აღმოჩნდი ძალიან აკავებული და იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს ნამდვილად განვახორციელებ ამას. და რაც შეეხება ამერიკაში მოღვაწეობას, ძალიან ხშირად მაქვს გამოსვლები ჩიკაგოში, ასევე მქონდა ნიუ-იორკში და ასევე სხვადასხვა შტატებში უკვე რამოდენიმე სერიოზული ადგილი და შტატი დაფიქსირდა, ასე რომ ამას დაწვრილებით არ ჩამოვწვი რასაკვირველია. ძალიან ამერიკელი გახდი და აღარ გიწევს გული ევროპისკენ? ევროპული პუბლიკა არ გაინტერესებს როგორია უფრო? ძალიან საინტერესოა ევროპული პუბლიკა განსხვავებული ამერიკულისგან და ძალიან მინდა რომ იქაც მქონდეს კონცერტები. ეს კიდევ დამოკიდებულია ჩემს აქაურ სტატუსზე, ამჯერად მაქვს არტისტ ვიზა და ამ არტისტ ვიზის შემდეგ მინდა მოვიპოვო green card, ანუ მწვანე ბარათი და როდესაც ამ მწვანე ბარათს ჩავიგდებ ხელში, თუ მოხდა ეს ბედნიერება, მაშინ გზახსნილი მექნება და შევძლებ უკვე. ეს გბოჭავს ცოტა ხო ახლა? იცით, ამ რა ვიზაც მაქვს ახლა, ამითიც თავისუფლად შემიძლია ვიარო, მაგრამ საქართველოში რაღაცნაირად ყოველთვის უცნაური სიტუაციებია პოლიტიკური და აქედან გამომდინარე ცოტა მეშინია, არ ვიცი. იმიტომ რომ წამოსვლის დროს მე მქონდა პრობლემა ვიზის მიღებაზე, არანაირი მიზეზი არ იყო ამისი, მაგრამ რაღაცნაირად გამაწვალეს საელჩომ. ასე რომ ეხლა რაღაც უკვე ფაქტიურად არანაირი პრობლემა არ მაქვს, მაგრამ ეს რაღაცნაირად მახსოვს ეს მომენტი. ძალიან ცუდად დამამახსოვრდა. დიახ. და პროგრამებზე მინდა რომ გკითხო, როგორ ადგენენ ამ პროგრამებს, წეგან ნაწილობრივ ამაზე უკვე გკითხე. რამდენად ასწრებ ახალი პროგრამის მომზადებას შემდეგი კონცერტისთვის? თუ ახლა ძველის გამეორება ყოველთვის ძალიან სასარგებლოა და არასდროს ამაზე უარს არ იტყვის არც ერთი პიანისტი, ვინაიდან სრულად ახლებურად უყურებ იმ ნაწარმოებს, რომელიც თითქოს ამოწურე თავის დროზე. მაგრამ ახლის შეძენას და ახლის სწავლაც ალბათ აუცილებელია და თუ ასეთ დატვირთული ხარ, რამდენად დაასწრებ ახალი პროგრამების მომზადებას? აი სწორედ ეხლა ვარ ძალიან ესეთ კრიზისულ სიტუაციაში, ვამზადებ 2 კონცერტს, ჩაიკოვსკის პირველს და რახმანინოვის რაფსოდიას პაგანინის თემაზე და მაქვს სულ რაღაც 22 სექტემბერს უკვე მზად უნდა ვიყო ორივე კონცერტისთვის. ანუ ფაქტიურად ეხლა ვსწავლობ. ორი სხვადასხვა კონცერტია, ხო, ბუნებრივია? ორი სხვადასხვა კონცერტი სხვადასხვა შტატებში, ერთი ჩიკაგოში, მეორე მასაჩუსეტს ბოსტონში. ხო და ფაქტიურად, არა, ბედნიერება ის არის, რომ ძალიან მალე ვსწავლობ. კიდევ კარგი, თორე ეს უნარი რომ არა, ალბათ ესეთ რისკებზე მე ვერ წავიდოდი და ასევე ამის გარდა კიდევ სხვა რეპერტუარიც მაქვს მოსამზადებელი. ასე რომ ფაქტიურად რამოდენიმე პიესას ერთად ვეჭიდები და მიწევს ძალიან დიდი შრომა ყოველდღიური. საათობით ვზივარ და მეცადინეობ, რომ ეს გამომივიდეს და იყოს სათანადო დონეზე შესრულებული. ჩვენ ახლა კიდევ დაუბრუნდებით დისკს. ამ დისკიდან მინდა შევთავაზო ჩვენ რადიო მსმენელს კიდევ ერთი ჩანაწერი, ეს იქნება პროკოფიევის მეშვიდე ძალიან ცნობილი სონატა. მისი პირველი ნაწილი მოვისმინეთ, უკრავს ქეთევან ქართველიშვილი.
თქვენ ისმენთ სერგეი პროკოფიევის მეშვიდე სონატის პირველ ნაწილს, ფრაგმენტი იყო. უკრავს კეთევან ქართველიშვილი, ბოლო ჩართვა გვაქვს Skype-ით ამერიკასთან. შენ მომავლის გეგმები აუცილებლად გვაინტერესებს. ნაწილობრივ უკვე გავიგეთ, იმიტომ რომ ორი კონცერტის შესახებ გითხარი, სადაც ჩაიკოვსკის და კონცერტს და რახმანინოვის რაფსოდია შეასრულებ. კიდევ რა იგეგმება, სხვა რამეც თუ არის საინტერესო გარდა ამ კონცერტებისა? კიდევ დაგეგმილი მაქვს სოლო კონცერტები ჩიკაგოში, უკვე აღნიშნე რომ ხშირად მაქვს გამოსვლები ამ ქალაქში და რაც მთავარია, ძალიან მინდა რომ ჩავწერო კიდევ CD, დისკი. ანუ ეს უკვე მეორე დისკი იქნება, ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ მოვათავსო შოპენის ყველა ეტიუდი ამ დისკზე. ეს თუ გამომივიდა, ძალიან გახარებული. ყოველთვის მინდოდა რომ შემესრულებინა 24 ეტიუდი შოპენის და იმედი მაქვს რომ ამისთვის დროს გამოვნახავ და ეს მოხდება. ნამდვილად დავაფიქსირებ ამას. კონცერტზეც ხომ არ აპირებ ასე შოპენის ეტიუდების გამოსვლას? დიახ, რასაკვირველია, თუ ესე იგი, რა თქმა უნდა, თუ დისკზე მოხდა ამის დაფიქსირება, რასაკვირველია, კონცერტზეც დაუკრავ. არ ვიცი ზუსტად სად, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაცნაირად ეს სურვილი მაქვს და კონცერტზე უფრო ძნელი იქნება მიყოლებით დაკვრა ყველა ეტიუდისა, იმიტომ რომ ჩაწერის დროს ჩერდები, ისვენებ და ჩაწერის დროს შეგიძლია გაჩერდე, შეგიძლია მეორე დღეს გააგრძელო ჩაწერა ან ასე რაღაცები. თავიდან დაუკრა დიახ. რა თქმა უნდა, თავიდან დაუკრა რამოდენიმეჯერაც, მაგრამ კონცერტზე მხოლოდ ერთი შანსი გაქვს და რაც არის, ეს არის. მაქსიმუმი უნდა მისცე იმ კონცერტზე, მაგრამ კონცერტი მაინც ალბათ განსაკუთრებული ხიბლია, ხო? განსაკუთრებულია, სხვანაირი ენერგეტიკა არის მაინც ჩადებული, მაინც სხვა სული დევს კონცერტში. როდესაც სცენაზე ხარ, სხვანაირი შეგრძნება, რასაკვირველია, ვიდრე როდესაც სტუდიაში ზიხარ და წერ. კეთი, ჩვენი გადაცემის დრო იწურება, გადაცემის ბოლოს აღჟღერდება ლისტის პირველი საფორტეპიანო კონცერტიდან ფრაგმენტი პატარა. გითხარი ეს სად უკრავ და ვინ არის დირიჟორი? დირიჟორი არის ბატონი ფელსმანი, ვლადიმერ ფელსმანი და უკრავ ნიუ-იორკში. ეს არის ესე იგი ერთ-ერთი, იაკობ ფლიერის კონკურსის გამარჯვებამ მომიტანა ასეთი ერთ-ერთი ჯილდოა რა. ანუ ფაქტიურად ორკესტრთან დაუკარი მას. ერთად რაც იყო ძალიან სასიამოვნო. ვიდრე ამ ნომერს გავუშვებ, უნდა გავთიშო Skype-ი, ამიტომ თუ რაიმეს დამატება გინდა, გისმენთ? თქვენ გქონდათ შეკითხვა პროგრამებთან დაკავშირებით და ესე გამომივიდეს რომ რაღაცა თითქოს არ გიპასუხეთ ეს მახსოვს ძალიან. ანუ თქვენ გაინტერესებთ რა კრიტერიუმებით ხდება? ანუ კრიტერიუმები ფაქტიურად არ არის, თუ ეს არ არის ეგრეთ წოდებული შეკვეთა. ანუ კრიტერიუმი ფაქტიურად არ არის, მხოლოდ ჩემს სურვილზეა დამოკიდებული, ანუ როგორც რაც მინდა, რაც მომწონს, რაც უკეთესად გამომდის, ან რაიმე ასეთი ამ ტიპის კრიტერიუმებით ხდება შერჩევა. ფაქტიურად მე ვარჩევ პროგრამებს. ძირითად შემთხვევებში. ძალიან დიდი მადლობა, კეთი, წარმატებები მინდა გისურვო ჩვენ რადიო მსმენელს შევახსენებ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი Skype-ით პირდაპირ ეთერში გახდათ კეთევან ქართველიშვილი. მე ახლა გავამზადებ უკვე ლისტის კონცერტს. ნახოთ რამდენი გვაქვს დრო დარჩენილი და რამდენი შეგვიძლია რომ გავუშვათ ამ კონცერტიდან. მე მგონი მთლიანად შევძლებთ უკვე ბოლომდე ამ ნაწარმოების მიცემას ამ ფრაგმენტისას. შეიძლება ვერ ჩავეტიოთ, ამიტომ მე ვთხოვ რეჟისორს ცოტა ხნით ხმა გამოგვირთოს და მე ამას ოდნავ გადავწევ და სულ ბოლოსკენ გავუშვებ. კეთი, დიდი მადლობა, რომ გადაცემაში მონაწილეობდი. კეთევან ქართველიშვილი იყო ჩვენი პირდაპირ ეთერის სტუმარი Skype-ით. ახლა კი ჟღერს ლისტის პირველი საფორტეპიანო კონცერტი. მე შევახსენებ ჩვენს რადიო მსმენელს, რომ გადაცემას უძღვებოდი მე, ავტორი მარიკა ჩიჯავაძე, ხმის რეჟისორი გახლდათ თამარ ჯანიაშვილი და ინტერნეტით ჩვენი ეთერი უზრუნველყო ხათუნა კაკიაშვილმა. კარგად ზანდებოდეთ.
ვარიაციები მუსიკალურ თემაზე.